რატომ არ ენდობა არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას? არასამთავრობოების პროტესტი და ხელისუფლების არგუმენტები. მოსმენების კანონპროექტი მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხდება. გვისმენენ და გვითვალთვალებენ თუ არა ისევ, ვის ხელში აღმოჩნდება მოსმენების გასაღები და რატომ იქნება ახალი სამსახური, რომელსაც ხელისუფლება გააკონტროლებს. დღეს პრიორიტეტში ის, ვინც მოსმენების ახალ კანონპროექტს აპროტესტებს და ის, ვინც ფიქრობს, რომ მოსმენების გასაღები სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს. ქართული ოცნებიდან არჩილ თალაკვაძე, ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ციკლაური, პატრიოტთა ალიანსიდან გოჩა თედორაძე, არასამთავრობო სექტორიდან გიორგი ბურჯანაძე და ექსპერტი ლევან ჩიტაძე. დაელოდეთ 8 საათს. 8 საათი პრიორიტეტის დროა. ეს პრიორიტეტია. მე გიორგი გასვიანი ვარ. საღამო მშვიდობისა. რამდენად დაცული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე უკანონო მოსმენებისგან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად გამოყოფილი საპარლამენტო ჯგუფი მოსმენების კანონპროექტზე ვერ თანხმდება. დღეს სამუშაო ჯგუფი ეს შენგეხებას წევრებმა დატოვეს. ქმნის თუ არა ხელისუფლება მოსმენების ახალ დამატებით სამსახურს? დარჩება თუ არა მოსმენების გასაღები სულს და გააკონტროლებს თუ არა მას სახელმწიფო ხელისუფლება? პრეზიდენტმა თავის დროზე კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელიც მართლმა პარტიამ დაძლია. ქართულმა ოცნებამ თავისი კანონპროექტი წარმოადგინა, რომლითაც სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე ფარულ მიყურადებისას, ასევე ფარულ ვიდეო და აუდიო გადაღებას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სუსის შემადგენლობაში არსებული უწყება. თუ კი ასეთი სახით დარჩება კანონპროექტი ძალაში, არასამთავრობოები სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. დღეს პრიორიტეტში ხელისუფლების ოპოზიციის და არასამთავრობოების პოზიციებს მოვისმენთ. მოსმენების კანონპროექტზე გადაცემას უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გახსნის. მოგესალმებით ბატონო არჩილ, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო არჩილ, საღამო მშვიდობისა გიორგი, მოგესალმებით. რატომ არ გენდოთ მართლ გუნდს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რატომ დატოვეს ეს შენგეხებას წევრებმა სამუშაო ჯგუფი? უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება არის ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა და ჩვენ ამ პასუხისგებლობას ვიღებთ და ამ ამოცანას აუცილებლად შევასრულებთ. ამისათვის საქართველოს ჭირდება ქმედითი სისტემა, რომელიც შეძლებს ქვეყნის სტაბილურობის, თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას. ამიტომ სწორედ სახელმწიფოს პრეროგატივა და სახელმწიფოს ფუნქცია არის, რომ დაარეგულიროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო ჩარჩო და განსაზღვროს თუ სად უნდა იყოს ეს ფუნქცია. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულ შენიშვნებს არსებულ კანონმდებლობაზე, გეტყვით, რომ ეს სამუშაო პროცესი უკვე დასრულდა. მე არ ვიცი ვინ თქვა, რომ არასამთავრობოები ტოვებენ სამუშაო ჯგუფს, იმიტომ რომ სამუშაო ჯგუფმა მუშაობა გუშინ დაასრულა, იყო ბოლო შეხვედრა, სადაც მოხდა ამ ერთობლივი პროდუქტის, ამ პაკეტის განხილვა. თუ რა პრეტენზიები რჩება, თუმცა მათ გააკეთეს განცხადება, რომ ვერ შეთანხმდით და კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული, ამის გამო მათ დატოვეს სამუშაო ჯგუფი. დატოვება, მე მგონი არ არის ის ტერმინი, რაც ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ, იმიტომ რომ სამუშაო ჯგუფმა უკვე დაასრულა მუშაობა. რაც შეეხება მოთხოვნებს, რომელიც იდგა ამ სამუშაო ჯგუფის წინაშე, ეს არის, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ყოფილიყო ცალკე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ პაკეტში არის შემოთავაზებული მოდელი, როდესაც ეს ფუნქცია გადის ცალკე და გადაეცემა ახალ უწყებას. მეორე მოთხოვნა იყო, რომ ამ უწყებას არ უნდა ჰქონოდა საგამოძიებო ფუნქციები და გეუბნებით, რომ ამ პაკეტში მოცემულ მოდელში ამ უწყებას არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია. მესამე მოთხოვნა იყო კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები და პრეზიდენტმაც დღეს ბრძანა, რომ სამივე შტო უნდა აკონტროლებდესო და გეუბნებით, რომ ამ პაკეტში არის სწორედ ანგარიშვალდებულების და კონტროლის მექანიზმები გაუმჯობესებული. ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესს გააკონტროლებს პარლამენტი, ნდობის ჯგუფი, რომელსაც ეზრდება მანდატი და უფრო ეფექტური მანდატი ექნება, გააკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობის წინაშეც არის ანგარიშვალდებული, იქნება ეს ახალი უწყება. არასამთავრობოებისა და ოპოზიციის განცხადებით, ბატონო არჩილ, გააკონტროლებს ასევე სასამართლო, რაც ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია. აქვე მინდა ვთქვა, რომ რჩება მნიშვნელოვანი როლი კონტროლის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც. შესაბამისად, ეს მოდელი
ძალიან ამცირებს რისკებს, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაში მოხდეს ჩარევა. დღეს სამწუხარო იყო, რომ მოვისმინეთ მთელი რიგი პოლიტიკოსების მხრიდან თვალთმაქცობა იმ პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომლებიც წლების განმავლობაში კიდევ ვიმეორებ, ფართოდ დახუჭული თვალებით აკვირდებოდნენ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას. ერთი კრიტიკული მოსაზრებაც კი არ დაუფიქსირებიათ იმ ფარული ჩანაწერების გამო, რომელმაც საქართველოს მიაყენა ძალიან დიდი ზიანი და ძალიან ბევრი ადამიანის პირად ცხოვრებას მიაყენა დიდი ზიანი. ამიტომ დღეს მორალის წაკითხვა მათი მხრიდან სულ მცირე არის უხერხული. აქვე უნდა გითხრათ, რომ ანუ თქვენი აზრით პოპულისტურია მათი გადაწყვეტილება და მათი შეფასებები? ბატონო, ანუ მოკლებულია საფუძველს მათი შეფასებები, მათი კრიტიკა და პროტესტი? პოპულისტურია? არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებზე მე მინდა ვთქვა, რომ არასამთავრობო სექტორის ბუნებრივი ფუნქცია და როლი სწორედ ეს არის, რომ ყოველთვის მოითხოვონ მეტი დაშვება, მოითხოვონ მეტი კონტროლი და მეტი დაკვირვების შესაძლებლობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს ხელისუფლება და ხელისუფლების გადასაწყვეტია თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ეს ამოცანა. რა თქმა უნდა, მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ, რომ ამ სამუშაო ჯგუფში ბოლომდე მიიღეს მონაწილეობა და აქვე უნდა გითხრათ, რომ მოდელი, რომელსაც ისინი ითხოვენ, ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების ითხოვს, ესეთი მოდელი მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების დონე დაცული არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ექსპერიმენტებს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვერ ჩავატარებთ. ჩვენ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, ვითვალისწინებთ აი ამ სამ ფაქტორს, რომ ეს იყოს დამოუკიდებელი ორგანოს ხელში, რომ ამ ორგანოს არ ჰქონდეს გამოძიების ფუნქცია, რომ კონტროლის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები გაიზარდოს და აი ამ სამი პრინციპის დაცვით ინიციირებას უკეთებთ პაკეტს, რომელზეც ერთად ვიმუშავებთ. თუმცა ოპოზიციის და არასამთავრობოების კრიტიკა სწორედ ამას ეხებოდა, რომ ის სამი პუნქტი არ არის თქვენს მოდელში სწორად. ბატონო არჩილ, დღეს აღარ გვისმენენ? ანუ ვიდრე ახალი კანონის შევა და ვიდრე მიიღებთ საბოლოო მოდელს. თქვენ ჩახედული ხართ ამ სფეროში? თქვენ ჩახედული ხართ ამ სფეროში, ვიცი რომ კარგად ხართ მომზადებული და მოდით ერთად ვიმსჯელოთ. ანუ მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, გასულიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სფეროდან. გადის, იქნება ცალკე იურიდიული პირი, რომელსაც შექმნის სახელმწიფო და გადაეცემა ამ იურიდიულ პირს. ანუ ეს ან არის, ან არ არის. ანუ თანხმდებით ამაზე, ან ვამბობთ, რომ ვერ ვხედავთ ამას. მეორე, არ უნდა ქონოდა გამოძიების ფუნქცია იმ ორგანოს, ვისაც ექნებოდა ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების მანდატი და ფუნქცია. შესაბამისად, თუ ჩაიხედავთ ამ პაკეტში, იქ ჩანს, რომ ამ ახალ ორგანიზაციას არ აქვს გამოძიების ფუნქცია. ეს ან ასეა, ან არ არის ასე. შუალედური პასუხი აქ ვერ გვექნება. მესამე, როცა ვსაუბრობთ ანგარიშვალდებულების მექანიზმებზე. გეუბნებით, პაკეტში არის მოცემული, რომ პარლამენტი ახორციელებს კონტროლს, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ახორციელებს კონტროლს, მთავრობის წინაშე პრემიერ-მინისტრთან არის ანგარიშვალდებული და სასამართლო ხელისუფლებაც ახორციელებს კონტროლს ერთ-ერთ მთავარ სეგმენტზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების. ეს ან ასეა, ან არ არის. შუალედური პასუხი აქ ვერ იქნება და შავი თეთრზე ეს წერია ამ პაკეტში. შესაბამისად, ის რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ მეტ კონტროლს, ითხოვენ ისეთ მოდელს, რომელიც არ აქვს პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში, რა თქმა უნდა, ეს არის მათი ფუნქცია, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ პასუხისმგებლობა ქვეყანაში უსაფრთხოებაზე, ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაზე აქვს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც ქვია საქართველო, ჩვენ სამშობლოში, რომელიც არის ურთულეს ბატონო არჩილ, ტერორიზმის არის ძალიან მაღალი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ყავს ჩვენ გადაცემაში სტუმრად მოწვეული, ასევე ჩართვით არის ის. და საინტერესო იქნება მასაც დაუსვათ შეკითხვა, თქვენ ისაუბრეთ, თვალთმაქცობაც უწოდეთ, ასე ვთქვათ, მათ განცხადებებს. მოდით ვკითხოთ კონკრეტულად. ეს ეხება ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას,
რომელსაც ვფიქრობ, რომ მორალური უფლება არ აქვთ უბრალოდ რომ ამ თემაზე ილაპარაკონ. ერთადერთი საინტერესოა, მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს ეს საკითხი და მოდით მასაც ვკითხოთ, მოვისმინოთ, შემდეგ დაგიბრუნდებით და თქვენ გექნებათ საშუალება რომ გასცეთ პასუხი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. რაში ვერ შეთანხმდით, რა არის მთავარი, რის გამოც თქვენ დღეს გააკეთეთ განცხადება, რომ მიუღებელია თქვენთვის ეს მოდელი, რასაც ხელისუფლება გთავაზობ და სტრასბურგში აპირებთ იჩილოთ თუ კი მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა რომ გვეძლევა საშუალება რომ ჩვენი არგუმენტებიც გაგაცნოთ. პირველ რიგში პატივისცემას გამოხატა ბატონი არჩილის მიმართ, მაგრამ უნდა ვთქვა რომ რამდენიმე არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, როგორც ამ ინტერვიუს დროს ისე წინა ინტერვიუების შემთხვევაში. სამუშაო ჯგუფში ჩვენ რა თქმა უნდა ვიღებდით მონაწილეობას და მე პირადად ვიყავი ჩართული ამ შემთხვევაში როგორც ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენელი. მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ გულში ვნახეთ, იქიდან აღებული ერთი მძიმეც კი არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართულობით შემუშავებული. ჩვენი მოდელი გავაცანით კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებს. მათგან მოვისმინეთ შესაბამისი კონტრარგუმენტები და ჩვენ ამაზე პასუხი გავეცით და არც ერთი ესე ვთქვათ უპასუხოდ არ დაგვიტოვებია არც ერთი მათი მსჯელობა და არგუმენტი. მაგრამ საბოლოო ჯამში ის კანონპროექტი, რომელიც შემუშავებული არის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. ეს მარტივად ჩანს კანონპროექტის ავტორი. ბატონ მარჩილმა ახლა თქვა რომ სამივე კომპონენტი და სამივე პუნქტი არის გათვალისწინებული ის მოთხოვნა რაც ქონდა და გადაწყვეტილება რაც ქონდა შეიძლება თვითონ პროცესი რო შევაფასოთ უფრო კონკრეტულად გითხარით და მოკლედ პროცესი რო შევაფასოთ ამ შემდეგ მოგცემთ საშუალებას უფრო ვადი საუბრო პროცესი არის თუ არ არის სამი კრიტერიუმიო ბატონი რაც შეეხება ამ სამ კრიტერიუმს კი ბატონო ვისაუბროთ ამ სამ კრიტერიუმზე. ეს სამი კრიტერიუმი პირველი დავიწყოთ იმაზე, საერთოდ უწყება არის თუ არა ეს. ბატონი არჩილი ტერმინ უწყებას იყენებდა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არანაირი უწყება ახალი არ იქნება. დღეს გვაქვს ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი და იქნება ოპერატიული ტექნიკური სააგენტო, რომელიც იქნება საჯარო სამართლის იურიდიული. ეს არის იურიდიული პირი, მაგრამ მას ისეთივე ეს რეალურად ბატონო არჩილ, ეს ისეთივე სამართლის სუბიექტი იქნება, როგორიც დღეს არის დეპარტამენტი. მის საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას, ეფექტურობას და ნებისმიერ სხვა კომპონენტს შეამოწმებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო. დიახ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი და გუშინ ქალბატონი იუსტიციის მინისტრის გვასწრებოდა, არ არის ეფექტური, არ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. ეს არის სახელმწიფო საქვეუწყებო ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც რაღაც დამოუკიდებელ უწყებად. ბატონო არჩილ, ძალიან გთხოვთ უფრო კაფიო და ეს ზუსტი იყო თქვენი შეფასებისას. ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის უწყება. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სტრუქტურული ერთეული, რომელიც იქნება უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. არ არის, იმიტომ რომ იგი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ცალკე ორგანიზაცია, მას შეიძლება ცალკე ბეჭედი კონდეს, მაგრამ შინაარსობრივად ბატონო არჩილ, ფორმალურად ეს არის ცალკე აღებული იურიდიული პირი, მაგრამ შინაარსობრივად შეგვიძლია მე და თქვენ გავყვეთ ეხლავე და მარტივად დავასწროთ იმათ, რომ არაფერი განსხვავება არ არის დეპარტამენტს, რომელიც დღეს არსებობს და ამ მოდელში განსაზღვრულ სააგენტოს შორის, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის. ეს არის კლასიკურად ერთი და იგივე, თუ დღეს მაგალითად ბატონი გომელაური ამოწმებს არა ბატონო არჩილ, თუ დღეს ბატონი გომელაური მაგალითად ის დეპარტამენტი, რომელიც დღეს ფარულ მიყურადებას ახორციელებს, ზედამხედველობს ამ დეპარტამენტს, იგივე ზედამხედველობას განახორციელებს ამ და პირდაპირ წერია კანონპროექტში ეს. პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხო სააგენტო. რას გულისხმობთ უკაცრავად ვერ გავიგონე. ზედამხედველობის რა სიტყვით? სხვა მექანიზმები, მოდით ვისაუბროთ პირველ რიგში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე. კომენტარებში სულ ამაზე საუბრობთ. გამოძიებო ქმედებების ცალკე უწყებაში ჩატარება. პირველ რიგში დავიწყოთ პერსონალურ მონაცემთა კონტროლით. მაგრამ მოდით თქვენის ნებართვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორით დავიწყებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არის ის მოდელი, რომელიც 2013-14 წლებში ქართული ოცნების ესე ვთქვათ მიერ იქნა შემოტანილი ამ მოსმენების ესე ვთქვათ ძალიან ჯაჭვში. ის მოდელი, რაც შემოგთავაზა ქართულმა ოცნებამ 2014 წელს
ორგანიზაცია წარმატებულია, მაგრამ ფარული მიყურადების შემოწმებაში ეს ორგანიზაცია წარმატებული ვერ არის. და ამაზე პასუხი საკონსტიტუციო სასამართლომ გაქცევთ 2016 წლის 14 მიყურადებას ამოწმებდა ის ამოწმებდა რამდენად ლეგიტიმურად არა ბატონო არჩილ მიყურადებას ამოწმებდა კანონმდებლობის მიხედვით დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბატონო არჩილ ძალიან გთხოვთ ბატონო არჩილ თუ შეიძლება მომეცით საშუალება რომ დავასრულო და მე ამ პოზიცია და დიახ კი ვაყალიბებ უბრალოდ თქვენ მაწყვეტინებთ თუ შეიძლება დავასრულე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს იმიტომ რომ სამჯერ გამაწყვეტინეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით რომელიც დღეს ამ წუთას ძალაშია ის ახორციელებს ეგრეთ წოდებული გასაღების გადატრიალებას მის გარეშე ვერ მოხდება მიყურადება და ჩართვა ასევე მას აქვს ფუნქცია რაც გულისხმობს თუ უკანონოდ იქნება ჩართული მან შეუძლია გამორთოს ესე ვთქვათ მიყურადება თქვენი მოდელში რომელსაც ეხლა გვთავაზობთ და რომელიც გუშინ გაგვაცანით იქ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის კონტროლი რაც დღეს არსებობს უფრო შემცირებული არის ეს თქვენ არ გიუარყვიათ გუშინ და არც ესე ვთქვათ ავტორებს არ უთქვამთ. ის მოდელი რაც დღესდღეობით გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან დაკავშირებით და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ არასაკმარისი არის, თქვენ მოდელში უფრო მეტად შემცირებულია. ანუ გამოდის რომ უფრო მეტად ვამცირებთ არსებულ ბერკეტებს. რაც შეეხება საპარლამენტო მექანიზმს, რომელიც თქვენ მოყავთ სანიმუშოდ. რა თქმა უნდა, ის მოდელი რაც თქვენ წარმოადგენთ დღეს არსებულ სისტემასთან შედარებით უკეთესია, იმიტომ რომ დღეს არსებული სისტემის მიხედვით საპარლამენტო კონტროლი საერთოდ არ ხორციელდება და ის ხარვეზები რაც შეიძლება არსებობდეს და ტექნიკური თვალსაზრისით და მრავალი სხვა თვალსაზრისით ჩვენ ეს შემოგთავაზეთ და გუშინ გაგაცანით. ეს ხარვეზები არის ის რომ ამ კანონპროექტის მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტარებს შეუძლიათ განახორციელონ ამ შემთხვევაში მონიტორინგი. პარლამენტარებს ხშირად შეიძლება არ ქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ამიტომ მიგვაჩნია ჩვენ რომ აუცილებელია ამ მოქმედ ესე ვთქვათ თქვენს მიერ მოთავაზებულ საპარლამენტო მექანიზმის პირობებში არსებობდეს უფრო მეტი ამ შემთხვევაში მონაწილეობა შესაბამისი ექსპერტული ცოდნის გამოცდილების მქონე პირთა მიერ. მოდით ბატონ არჩილს მივცეთ ახლა საშუალება რომ გავცეს პასუხი ბატონო გიორგი და შემდეგ დაგიბრუნდებით. ბატონო არჩილ მადლობა ბატონო არჩილ მოусმინეთ თქვენ ალბათ ბატონ გიორგის ანუ შემცირებულია ინსპექტორის კონტროლის ფუნქცია ახალ კანონპროექტში და ის რაზეც ილაპარაკა. ინსპექტორს შეება ეფექტური შესაძლებლობა რომ უკანონო შემთხვევაში გამორთოს, ანუ ხელი შეუშალოს და რეაგირებაც მოახდინოს შესაბამის ფაქტზე, რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს. ბატონი გიორგი თვითონ ბრძანებს რომ უმჯობესდება ამ კუთხით სტანდარტი და მეც გიდასტურებთ რომ ნამდვილად უმჯობესდება, ბევრად უფრო ეფექტური კონტროლი განხორციელდება. თუმცა, როდესაც ის გამოთქვამს, ასე ვთქვათ, ვარაუდებს, რომ პარლამენტარებს შეიძლება არ ქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია, ეს რა თქმა უნდა არის მისი სუბიექტური შეფასება. თუ ჩვენ ვთვლით, რომ პარლამენტარებს არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია, თუ ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს საერთოდ არ უნდა ენდოს მისი მოქალაქე, თუ ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს არანაირი საფრთხეები არ ემუქრება საზღვრებთან და საზღვრების გარეთ და რეგიონში, თუ ჩვენ ვთვლით, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების სისტემაზე ექსპერიმენტები ჩავატაროთ და ისეთი მოდელი მივიღოთ, რომელიც არსად არ არის წარმატებული, აპრობირებული, მაშინ ეს უკვე სულ სხვა მსჯელობის საგანია, მაგრამ მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელსაც აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიმართ და აქვს კანონიერების მოლოდინი სახელმწიფოს მიმართ და აი ამაზე ვაფუძნებთ ჩვენ საქმიანობას, რაც შეეხება პარლამენტარების კვალიფიკაციას გარწმუნებთ, რომ არავის ნაკლები კვალიფიკაცია საქართველოს პარლამენტის წევრებს არ აქვთ, რომ განახორციელონ კონტროლი და ზედამხედველობა ნებისმიერ ფუნქციაზე, რომელიც ევალებათ. ეს ჩვენი გაცხადებული ნებაა და პარლამენტის საქმიანობის პირველივე დღეებიდანვე გამოჩნდა, რომ კონტროლის განხორციელება და საპარლამენტო ფუნქციების შესრულება არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას ჩვენ კიდევ ერთხელ საქმით დავამტკიცებთ უახლოეს პერიოდში. ბატონო არჩილ, კიდევ ერთი შეკითხვა 31 მარტამდე აქვს ვადა პარლამენტს იმისათვის რომ დაამტკიცოს ეს კანონპროექტი. ანუ გამორიცხავთ თქვენ მომავალში იგივე არასამთავრობოებთან დისკუსიას და კონსენსუსის მიღწევას? ანუ იმ მოდელს მიიღებთ, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს შემუშავებული? თუ კიდევ იქნება რაიმე ცვლილებები ამ კანონპროექტში? მე პირდაპირ გეტყვით გულწრფელად, რომ არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ შემდეგი 4 წლის განმავლობაში პარლამენტს და განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობას გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოლოდინები სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის არასამთავრობო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეს არ არის მხოლოდ ფარული საგამოძიებო მოქმედებების სფეროში, ჩვენ უახლოეს დღეებში ასევე ვიწყებთ ახალ ეტაპს თანამშრომლობის თუნდაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, ასევე ვიწყებთ თანამშრომლობას მაუწყებლობის სფეროში რეგულაციებთან დაკავშირებით და არის არაერთი საინტერესო პროექტი და პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ გეგმავთ თანამშრომლობას. ეხლა პირდაპირ გეტყვით, გიორგი და მე ერთად მუშაობდით სახალხო დამცველის აპარატში, ჩვენ გვაქვს ერთად მუშაობის გამოცდილება და რა თქმა უნდა ამის უგულებელყოფა შეუძლებელია რა განსხვავებული აზრებიც არ უნდა გქონდეს ჩვენ საკითხთან მიმართებაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ და მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, ადამიანის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, შესაბამისად გადაწყვეტილებები არის ხელისუფლების მისაღები, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზაობას და გეუბნებით, რომ ერთი საკითხი მაქვს თქვენთან. სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა. ჩვენ წინ გვაქვს კანონშემოქმედებითი პროცესი აი ამ კანონის პაკეტზე, სანამ მოხდება ამის დამტკიცება, უნებრივია გარკვეულ პროცესორებზე ჩვენ კიდე გვექნება მსჯელობა, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან. პრეზიდენტის კრიტიკაც შეეხო ამ კანონ პროექტს. ერთხელ უკვე პრეზიდენტმა დაადო ვეტო. როგორ ფიქრობთ, თუ კი დაადებს ვეტოს პრეზიდენტი, დაიძლევა ეს ვეტო თუ გაითვალისწინებთ მის შენიშვნებს? ჩვენ პატივსცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ბუნებრივია განცხადება, რომელიც მან გააკეთა რეალურად, მე მაგას ვერ შევაფასებდი როგორც კრიტიკას, მან თქვა, რომ უნდა მივიღოთ კარგი კანონმდებლობა და უნდა იყოს სამივე შტოს კონტროლი. რაზეც მეც გესაუბრეთ, რომ ნამდვილად გიდასტურებთ, რომ უნდა მივიღოთ კარგი საკანონმდებლო პაკეტი და უნდა იყოს ეფექტური კონტროლი სამივე შტოს ჩართულობით. ეს არის ჩვენი მიზანიც, ასე რომ ჯერჯერობით ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან ახლოს იმ მიზანთან, რაც ასევე ამოძრავებს ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს. მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ეს საკმაოდ მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხია და მთავარია ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ არავინ უკანონოდ არ მოახდინოს ადამიანებზე თვალთვალი და მოსმენები. ეს იყო არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნებიდან. ახლა კი კვლავ დაუბრუნდები არასამთავრობო სექტორს, გიორგი ბურჯანაძე და ასევე ლევან ჩიტაძე შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში. უკვე ეთერშია. ბატონო გიორგი და ბატონო ლევან, თქვენი აზრით შეიცვლება თუ არა რამე, თქვენ უსმენთ ახლა არჩილ თალაკვაძეს, გაითვალისწინებენ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნებს და არასამთავრობო სექტორის ასე ვთქვათ შენიშვნებს და საბოლოოდ რა მოდელს მივიღებთ ჩვენ, ვის ხელში იქნება მოსმენების გასაღები? ბატონო გიორგი და შემდეგ ბატონო ლევანი. კი ბატონო, მე მინდა ერთი ტერმინით დავიწყო საუბარი, რომელიც ეხება ექსპერიმენტს. სამწუხაროდ არ მომეცა საშუალება, რომ მეკითხა ბატონი თალაკვაძისთვის. ის მოდელი, რომელიც გუშინ შემოგთავაზა სამუშაო ჯგუფმა, ან ის მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ესეთი მოდელი სადმე მსოფლიოში თუ მანახებენ ადგილს, რომ ეს მოდელი არსებობს, მე პირობას ვამბობ, რომ შევწყვეტ კრიტიკას, იმიტომ რომ მარტივი მიზეზის გამო ესეთი მოდელი. თუმცა ბატონმა არჩილმა თქვა, რომ ის მოდელი, რასაც თქვენ თავაზობდით, იყო ექსპერიმენტი. ყველა ქვეყანა, რომელიც იღებს შესაბამის რეგულირებას ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, ის არის უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური სამართლებრივი სივრცე, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული საჭიროებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორია და ამ ყველაფერ სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივი ფაქტორების გათვალისწინებით ყველა ქვეყანა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ასე რომ ის ჩვენი მოდელის კრიტიკა იმასთან იმ არგუმენტით, რომ ესეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობდა, იგივე ლოგიკით თუ წავალთ, ესე ვთქვათ, მაშინ არც ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მოდელი არ უნდა გავიზიაროთ, იმიტომ რომ ესეთი მოდელის არსად არ არსებობს. ასე რომ ეს არგუმენტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამით პოზიციონირება და ამით არგუმენტირება. მე ერთი ძალიან მარტივად დაგისვამ შეკითხვას და უფრო მარტივი პასუხი მინდა თქვენგან მოკლედ. მაინტერესებს, ხელისუფლების მოდელი და თქვენი მოდელი. განსხვავება რაშია? ხელისუფლების მოდელის მიხედვით ხელისუფლებას ექნება ბერკეტი, რომ უკანონოდ მოусმინოს მოქალაქეებს და თქვენი მოდელი არის ის, რომელიც გამორიცხავს ამას და დაცულობის ხარისხს გაზრდის?
ძალიან მოკლედ უფრო განსხვავება რომ რა თქმა უნდა ჩვენი მოდელი იძლევა იმის შესაძლებლობას რომ ვერც ერთი პოლიტიკური ხელისუფალი ვერ შეძლებს დაავალოს ოპერატიულ ტექნიკურ სამსახურს განახორციელოს ფარული მიყურადება. მოდით ახლა მივყვეთ ეს მოდელი იძლევა თუ არა ამ შემთხვევაში ამის შესაძლებლობას. პრემიერ-მინისტრს სიტყვაზე რომელიც არის მთავრობის მეთაური ან სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელს რომელიც ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს რომ მოუნდეს რომ განახორციელოს უკანონო მიყურადება. თქვენი აზრით ამ ახალი სააგენტოს ხელმძღვანელს რომ იცეს მითითება თქვენი აზრით სავალდებულო იქნება თუ არა შესასრულებლად ეს კანონპროექტი არ არის ეს მითითებული ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ის დაპირწერია ქართული ოცნების მიერ რომ ეკრძალება და ვთქვათ არ აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ახორციელებს კონტროლს ამ ახალ შემოთავაზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, ეგრეთ წოდებულ სააგენტოზე. რაც ნიშნავს იმას, რომ მას ამ იურიდიულ პირს შეიძლება მისცეს მითითებები. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია მისცეს უთხრას, რომ რაღაცას უკანონოდ აკეთებ, ესე უნდა გააკეთო ამ პირიქით. მას შეიძლება რომ უთხრას, რომ მიზანშეწონილი არ არის ის, რასაც შენ აკეთებ, ვის გულისხმობს მთავრობას. ვის შეუძლია მისცეს მითითებები? ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ იმაზე, რომ კანონპროექტის მიხედვით ეს წერია, რომ სუსის ხელმძღვანელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ამ კანონპროექტის მიხედვით შეუძლია მისცეს შესაბამისი მითითებები უშუალოდ გასაგებია. მოდით ლევან ჩიტაძესთან გადავალ და ბატონო ლევან, საინტერესოა თქვენი აზრი სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი ხართ. თქვენ არასამთავრობო ორგანიზაცია. თქვენ როგორ უყურებთ ამ კანონპროექტს, რომელზეც დავა მიდის ხელისუფლების პოზიციასა და ოპოზიციის და არასამთავრობო პოზიციებს შორის? უერთდებით თუ არა თქვენ ამ ორგანიზაციების ხედვებს, ანუ ვის ხელში აღმოჩნდება თქვენი აზრით საბოლოოდ და რომელი მოდელი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა? ძალიან საინტერესო საუბარი მიმდინარეობდა ბატონ არჩილსა და ბატონ გიორგის შორის და ზოგადად დღევანდელი პროცესი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს გვაჩვენებს. ერთი რაც დავინახეთ არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელიც საკმაოდ უყე დაფინანსებას იღებს დასავლეთისგან და ატარებს გარკვეულ ინტერესებს, დასავლურ ინტერესებს, მე არ ვამბობ ეხლა რომ ეს ინტერესები ან ცუდია, ან კარგია, მაგრამ ფაქტია რომ ატარებს დასავლური სამყაროს ინტერესებს, დღეს საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე დგას, როგორც ჩვენ ხედავთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები უკვე აცხადებენ, რომ ისინი ტოვებენ გარკვეულ პროცესებს და ამით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათი დატოვებით ამ პროცესში მონაწილეობის არ მიიღებით, ისინი დააზარალებენ ამ პროცესს. ზუსტად ამას ემსახურებოდა ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთის მხრივ გარკვეულწილად არის სახელმწიფოს ფუნქციების შესუსტება და ჩვენ ხედავთ, რომ შემიძლია დავარქვა ალბათ მეხუთე ხელისუფლება ამ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რამდენად მნიშვნელოვნად ცდილობენ ჩაერიონ ქვეყნის მართვაში და ეცადონ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. მეორე საკითხი არის ეს ინტერესები რამდენად თავსებადია და რამდენად ადეკვატურია იმ ინტერესების, რაც საზოგადოებას გააჩნია. მეორეს მხრივ ის დეტალები, რომელ დეტალებზეც ახლა საუბრობდნენ, რომ რა იურიდიული სტატუსი ექნება თქვათ ამ ახალ სააგენტოს, იქნება ცალკე თუ იქნება უფრო მეტად ინტეგრირებული რომელიმე უწყებაში. ესეთ დეტალებზე მსჯელობისას მე პრინციპში თუნდაც ბატონ გიორგის გავახსენებდი, მე არ მახსოვს ბატონი გიორგი სად იყო თუნდაც 4-5 წლის წინ მინდა უთხრა ის გამოცდილება, როდესაც ბატონ გიორგის ვეთანხმები იმაში, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციუმის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ წარსულს ესეთი კანონპროექტების მიღებისას და რა თქმა უნდა ესეთი საკანონმდებლო ინიციატივა და წინადადება იქნება ინდივიდუალური და მორგებული ქვეყანას. და ამის გადმოკოპირება საიდანმე შეიძლება ძალიან დიდ შეცდომასაც უდრიდეს. თუმცა, როდესაც საუბრობთ და ბატონი გიორგი აცხადებდა, რომ იცი რა გარანტირებულად დავასრულებ ჯერ თუ შეიძლება რომ ბატონმა გიორგიმ გაიგოს რასაც ვამბობ. ბატონი გიორგი ამბობდა რომ ისინი გარანტირებულად ამბობენ რომ მათი მეთოდი, უბრალოდ მათი მოდელი არის ყველაზე უსაფრთხო. უკაცრავად, მაგრამ ორ ადამიანს სულ ეხლა ხანს ჩვენს უახლეს ისტორიაში შეეძლო მთელი სასამართლო სისტემის მართვა და კონტროლი მაშინ როდესაც კანონმდებლობით
სრულად იყო დაცული მათი დამოუკიდებლობა. ასევე ამ ორ ადამიანს შეეძლო ნებისმიერი ნოტარიუსის, ასევე ნებისმიერი სამინისტროს და ნებისმიერი უწყების, მათ შორის ათობით მედია საშუალების კონტროლი. შესაბამისად, უკაცრავად აქ რაც რამოდენიმე ხმა შემომდის, შესაბამისად თუ კი პოლიტიკური ნება იქნება, თუკი პოლიტიკური ნება იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ამ სააგენტოს CP ექნება თუ ერქმევა თუ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ანუ არ აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა რა ერქმევა და როგორ განსაზღვრება. მე ვამბობ, რომ როგორც კი პოლიტიკური ნება შეიცვლება, ეს უწყება საერთოდ ცალკე სამინისტრო იქნება თუ რომელიმე სამინისტროში ინტეგრირებული, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ექნება საშუალება რომ გამოიყენოს. თქვენ არ მოგწონთ, თქვათ, ეს შენ გეხებას მიდგომა და ის მოდელი ზედმეტად რადიკალური მიდგომები არის, იმიტომ რომ ამბობენ რომ იცით რა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ჭეშმარიტება დღესდღეობით და ნათელი წერტილი და თუ ესე გავაკეთებთ, აი არაფერი არ მოხდება. დაახლოებით ბავშვი შეგარდე რომ გადმოთავაზოთ, დაახლოებით ესეთი მესიჯები მოდის. მიდგომებიაო, თქვენმა ასე ვთქვათ ოპონენტმა თქვა კოლეგამ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ახლა. Რამდენად რადიკალურია და თან ასევე გითხათ, სად იყავით რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვთქვათ არა, მე უბრალოდ არ ვიცი სად იყო, მე არ მეკითხავს ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომ გამომდინარე პრაქტიკა ესეთია, ორ ადამიანს თელს ქვეყანაში ორ ადამიანს შეეძლო სასამართლოს კონტროლი. მაშინ როდესაც კანონმდებლობით აბსოლუტურად კი ბატონო. დიახ, უპასუხეთ ბატონო გიორგი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ ასე ვთქვათ საინტერესო წიაღსვლისთვის. ჯერ ერთი გაუგებარია რაზე საუბრობს დასავლურ დაფინანსებებზე. ასე ვთქვათ ბატონ ლევანი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ ორგანიზაციები გრანტს საიდან არ უნდა იღებდეს, ამას რა თქმა უნდა არც ერთ შემთხვევაში არ აქვს განსაკუთრებული ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი მარტივი მაგალითი რო გითხრათ, ბატონ ლევანი მე მგონი სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში საქმიანობს, მისი გამგეობის წევრი ყოფილა, დიახ. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი ჩვენიდან დაფინანსებას იღებს და მიმდინარე პროექტი აქვს ამ შემთხვევაში. მე შემიძლია დაუდასტურებ, ბატონ ლაშა გიორგაძე ამ პროექტის განმახორციელებელი, ასე რომ ვერანაირად თუ ესე ვთქვათ თქვენ დასავლურ ესე ვთქვათ შესაძლო ფულს ან დასავლურ გრანტს მიიჩნევთ, რომ რაღაცნაირად შეიძლება ბატონ გიორგი, მე თავიდან ვთქვი, რომ ეს იმას არ მისცემს, რომ ეს შეიძლება პოზიტიური ან ნეგატიური იყოს, ხო? მე პირადად სიმართლეს გეტყვით ამ შემთხვევაში თუ კი განვიხილავ შემდგომში თქვენ ორგანიზაციასთან შესაძლო თანამშრომლობას ამ საკითხს უფრო კარგად ჩაუღრმავდებით, თქვენ რა მიგაჩნიათ ამ კუთხით საფრთხეთ. ცნობისთვის სადმუშაობდი 5 წლის წინ, 5 წლის წინაც ადამიანის უფლებებს ვიცავდი, ფონდ ღია საზოგადოების საქართველოს ვებგვერდზე შეგიძლიათ შევძანდეთ და ნახოთ ჩემ წარსულს გაეცნოთ. ეხლა მოდი რაც შეეხება რადიკალიზმს და ესე ვთქვათ იმას თუ რატო არის ეს მოდელი კარგი. თქვენ არ ვიცი შეიძლება იურისტი არ ბრძანდებით, მაგრამ თუ იურისტი ბრძანდებით ძალიან კარგი იქნება თუ გაეცნობით საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას. გაეცანით ამ გადაწყვეტილებას და მე ამ გადაწყვეტილების მერე მითხარით თუ რამდენად არის შესაძლებელი სხვა მოდელის მიღება და რამდენად ჩაითვლება ეს კონსტიტუციასთან შესაბამისად. მე მოდი გულახდილად გეტყვით ამ შემთხვევაში მე არ ვითხოვ იმას რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ყველა ჩვენაზე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არამც და არამც, მაგრამ მე ვერ ხვდები რა საჭიროა ამ შემთხვევაში ხელისუფლების ესე ვთქვათ კანონპროექტის ასე ესე ვთქვათ თავგამოდებით დაცვა და თქმა იმის რომ თითქოს ეს შენგეხებას მიერ შემოთავაზებული მოდელი არის ცუდი. მე ძალიან მიყვარს ის რომ ამ შემთხვევაში არანაირი არგუმენტი არ მესმის იმასთან დაკავშირებით. ბატონ ლევან, არის საკითხები, რომლის კრიტიკის შესახებ სპეციალური ცოდნა შეიძლება გქონდეს და რომლის შესახებაც შეიძლება არ გქონდეს. მე მაინტერესებს უშუალოდ ჩვენ მოდელში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, რატომ მიგაჩნიათ, რომ თქვენ ამ შემთხვევაში რაიმე ხარვეზი არის, რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს მოდელი ვერ უზრუნველყოფს ან თუნდაც სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ბატონ გიორგი, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ასევე ძალიან მაინტერესებს. დიახ. შეიძლება გისმენთ. ბატონ გიორგი, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ზედმეტად მუხარისპირად მომეჩვენა ერთი თქვენი გამოსვლა. მეორეც ერთი ის როგორც ნებავს ისე გაიგეთ. ის ტოპიკები, რომელიც თქვენ ახლა დაასახელეთ, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ჯერ არ მოგისმენიათ, მე ვიცავდი თუ არა ხელისუფლების მოდელს. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით საკითხის გაშლა მე არ ვიცი საიდან გაგახსენეთ და საიდან მოიტანეთ. ამასთან ერთად ის რიტორიკა, რიტორიკითაც თქვენ საუბრობთ, ზუსტად ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო დღეს წელიწადის განმავლობაში ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაჟღერებული მესიჯები. მე ეხლაც ვთქვი, რომ პირობითად ამ შემთხვევაში დასავლური ფონდების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ამდენად კარგად ან ცუდად
საქმიანობენ, ამას არ ვეხებით თქო, მაგრამ რადგან თქვენ ამ კუთხით გააგრძელებთ საუბარი, ნამდვილად აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა დასავლეთისგან ფინანსდება ორგანიზაცია თუ ჩრდილოეთისგან თუ აღმოსავლეთისგან ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს და რა ინტერესებს ატარებს. თქვენს დასავლეთისგან ფინანსდებით, რო იცოდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს დასავლეთისგან ფინანსდებით, თქვენს გარდა ჩვენ რამდენიმე გერმანულ ფონდთან თანამშრომლობთ და ასე რომ ეს ნამდვილად არ არის ჩვენთვის უცხო. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობდი იმას, რომ ის არასამთავრობოები, რომლებიც დღეს მთელი დღეა ჩანხართ ეკრანებზე, ხედავ რა დონეზე გაქვთ აწეული მარჟა ხელისუფლების განხორციელების პროცესში რა დონეზე ერევით და მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ზოგჯერ იყოს ქვეყნის ინტერესების საზიანო. მე მინდა გავიხსენოთ და ძალიან კარგია, რომ დღეს თქვენ და თქვენმა ორგანიზაციამ გამოასწორეთ თქვათ ის წინა მოდელები, რომელ მოდელებზეც საუბრობდით და ამბობდით, რომ უკეთესი იყო საერთოდად გადაგვეცა მოსმენების გასაგები სხვადასხვა ოპერატორებისათვის, იქნებოდა ეს ჟეოსელი, ბილაინ თუ სხვა ოპერატორები, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. და მე ბოლოს მინდა ის დავამატო, რომ ბატონო გიორგი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო თქვენგან გულზე ჯიღის ცემით გაცემული პასუხები უკაცრავად, მაგრამ თქვენგან გასხოვებით ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ქონდეს გულზე ჯიღის ცემის უფლება, მაგრამ ამას არ აკეთებდეს. ზუსტად აქედან გამომდინარე მე ნამდვილად გამიჭირდება თქვენთან ახლა ადეკვატურად რაიმე საკითხზე როგორც ჩანს საუბარი, იმიტომ რომ ესეთი მუქარი ტონით, თან თქვენი მხრიდან როცა არასამთავრობო ორგანიზაცია ხართ, თქვენ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გახდეთ, წარმომიდგენია ახლა რა დღეში ჩავარდებით. არაადეკვატურია რა ესეთი საუბარი ზოგადად თქვენი მხრიდან. რა იყო ბატონო ლევან თქვენთვის მუქარი შემცველი ბატონო? არა, ნუ ახლა რაღაცებს გადახედავენ და რაღაცებს გადმოხედავენ და ძალიან დიდი ბოდიში მე კიდე ერთხელ ვამბობ რა. რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. შეიძლება გიპასუხოთ თუ შეიძლება გიპასუხოთ. რა თქმა უნდა. სრულიად სხვა საკითხზე ვжелობდით იმასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი მოდელი რამდენად ხო, როგორც ჩანს თქვენ ვერ გაიგეთ, მე რაზე გავაკეთე განცხადება. კი, აქცენტი, რაზეც თქვენ გააკეთეთ, იყო ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მოდელი სრულიად მიუხედავად იმისა, რაზე ვжелობდით ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თქვენ ამის კრიტიკის უფლება გააქვთ და ჩვენი მოდელი ხელთუქმნელი. დიდი მადლობა ამის უფლებას თუ მაძლევთ, რომ აქვთ ამის კრიტიკის უფლება. მე წეღანეს ვერ დავინახეთ, თქვენ ამბობთ, რომ მე არ მაქვს ამის კრიტიკის უფლება. თუ შეიძლება დავასრულებ. ძალიან მოკლედ რეპლიკები. დიახ. რა თქმა უნდა, მოკლედ ვიტყვი იმას, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოქალაქეების ჩართულობა საფრთხის შემცველი არასდროს არ არის, ესე ვთქვათ, სახელმწიფოსთვის. ჩვენ კამპანიაში შენგეხებაში მოძრაობაში შემავალი ორგანიზაციები დიახაც აქტიურები ვართ, დიახაც ჩართული ვართ პროცესში, მაგრამ ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ სახელმწიფო დავასუსტოთ. ჩვენი მიზანი არის, რომ აქტიური მოქალაქეების ჩართულობით მივაღწიოთ ძლიერ ხელისუფლებას, ძლიერ სახელმწიფოს. მე ქვეყანას ვერავინ ვერ მანახებს, სადაც სამოქალაქო აქტივიზმით მომხდარა ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე დოზით ხელისუფლების დასუსტება ან ეროვნული ინტერესების შელახვა. არამც და არამც. ჩვენ არ გვინდა ამ შემთხვევაში რომ ხელისუფლება დასუსტდეს. ჩვენ გვინდა რომ ხელისუფლება იყოს ეფექტური. ჩვენ გვინდა რომ ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, მაგრამ ისიც გვინდა რომ მოქალაქეები იყვნენ დაცულები. ვინც მართლა არ ჩადის უკანონო ქმედებას, მათ არ ქონდეთ შიში იმის რომ ტელეფონზე ვერ დაილაპარაკონ. რა არის უფრო უმჯობესი? და სხვა არგუმენტები ახლა რომელიც ითქვა და რეპლიკები მე არ თვლი ადეკვატურობასთან და ასე შემდეგ პასუხის ღირსად და ამ შემთხვევაში აღარ გავცემ ამასთან დაკავშირებით. გასაგებია თქვენ უკვე დიდი ადამიანი ბრძანდებით ბატონო გიორგი. დიდი ადამიანი ბრძანდებით, იმიტომ რომ თქვენ უკვე დიდი ადამიანი ბრძანდებით, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ისე ამაყად შეგიძლიათ სახელმწიფოს მიაკენოთ ზიანი იმით რომ თუნდაც დატოვოთ მოლაპარაკებები და ეს ღიად განაცხადოთ. თქვენ დიდი ადამიანი ბრძანდებით იმით რომ თურმე რაღაცეებს გადახედოთ და დემოკრატიული პროცესი არის დასრულდა. თურმე დემოკრატიული პროცესი არის ის, რასაც თქვენ ამბობთ რომ ამას დაეთანხოს მთელი საზოგადოება და მათ შორის ჩვენც, ეს არის თქვენთვის დემოკრატიული პროცესი და არა ის რომ ვიღაცისგან მოისმინოთ განსხვავებული აზრი. გასწავლოთ, მაგრამ ეს არ არის ნამდვილად დემოკრატიული პროცესი. არც ერთ შემთხვევაში ძალიან ცუდია რომ აქამდე თქვენ არ ყოფილხარ ჩართული. მადლობა. არასდროს არ გვინახავს გადაცემაში რეკლამასთან დაკავშირებით მე თქვენი არგუმენტები გუზარ ციკლაური ნაციონალური მოძრაობიდან და ბოლოს გოჩა თედორაძე პატრიოტთა ალიანსიდან, ასე რომ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.